ბორუტო, ორი ლურჯი მორევი, თავი მე-12, ეკლისულის ბოლქვი, გახმოვანებულია ჰინატაშოს და ბლიზარდის მიერ სპეციალურად ბლიზარდის არხისთვის. მან განათარგმნია ნინი ურუშაძის მიერ. ბორუტო! ოსტატო კონოჰომარო, თხოთ ჰიმავარი გაიცავით. ხარისტილი გარღვევა. ბორუტო საურამ თვალის დახამხამებაში შეიცვალა ადგილი. ეს სივრცისა და დროის ნინჯოცუ უნდა იყოს. სანაძლეოს ჩამოვალ რომ ის ახლა იქა, სადაც მეათე გუნდი პირველად შეეფეთა მტერს. არ ჩანს ჰიმავარისა და მეათე გუნდის ნიშანწყალი. სენსორული დანაყოფი ისმენთ? უსართხოდ არის ყველა? მეათე გუნდი დაჭრილია, თუმცა ახალი რაიონისკენ მიემართებიან. როგორც ჩანს ჰიმავარი კონოჰომარუსა და სარადას შეხვდა. ასევე ბორუტოც იქაა. გაიგონე? ახლა რა იქნება? ეგმა ბიჭვარე. რა ჯანდაბას აკეთებს უბრალოდ მანდ დგომით. რას გეგმავ ბორუტო? ისე გამოჩდი თითქოს არაფერი შეცვლილა? იაზრებ შენს პოზიციას. გაჩერდით ოსტატო კონოჰომარო. ვერ დაინახეთ ბორუტო რომ არ გამოჩენილიყო, მე მკვდარი ვიქნებოდი. ანუ არ ესე. ფრთხილად. ტერი ისევე თავისუფლად აკონტროლებს ბრჭყალის ნიშნებს როგორც კოდი. ვინ იცის საიდან შეიძლება ამოხდეს. ჰო, ეს აშკარაა. ეი, შენ სენსორული დანაყოფიდან ხარ? შეგიძლია ბრჭყალის ნიშნებზე ფოკუსირდე. დაიძახე ჩაკრის ოდნავ მოძრაობაზეც კი. რა? შენ მოღალატე ხარ? არ გაქვს უფლება რომ? ბორუტო! ამ ტერს ნახდაც სარადას ჭირდება, ახლა ხანს მან სრულებით დააიგნორა ოსტატი კონოჰომარო. და სანაცვლოდ სარადასკენ გაემართა მაშინთვე, როდესაც ის დაინახა. მან თქვა რომ უნდა შევეჭამე. გარდა ამისა, მისი მოძრაობები განა დაკავშირებულია რა ხედქცეულ მამაჩემთან? ხედქცეულ? ერთი წამით. ხედქცეულით იმაზე მიუთითებ, რაც მოეგის დაემართა? ამ ტიპის არსებობის წყარო მოხუცის სასკეს შაკრაა, მაგრამ ამით ნუ შეიშფოთებთ თავს. ნურც უკან დაიხევთ. ხოლოდ მის დამარცხებაზე გადაიტანეთ ყურადღება. იმისთვის რომ მოხუცის სასკე გადავარჩინოთ. რა ხდება? და საიდან იცი მთელი ეს ინფორმაცია ბორუტო? მე ვთქვი რომ ფოკუსირდით ოსტატო კონოჰომარო. თორემ დაიღუპებით. ეი, ჩაკრის მოძრაობას უგზნო ბრჭყალის ნიშნებში. შვიდად. სად? ვერ ვიტყვი. იგი ყველგანაა. ანუ საქმე ესაა? სარადა მე მათ რაოდენობას შევამცირებ. რადგანაც შენ ხარ იმ კაპიუშონიანი ტიპის სამიზნე, ხოლო იმათ შეებრძოლე, რომლებიც მოგიახლოვდებიან. არის. სუმირე ჩემთან. მოდი მათ გავეცალოთ. რასენგანი? დასყევლოს განკურნებას აპირებს. ბორუტო, საშიაფრინდი, მე მას მიწაზე ამოვიყვან. და როდესაც გამოჩდება, კიდევ ერთი რასენგანით დაარტყი. არა, არ შემიძლია. მაღლა არავალ. მე ვაპირებ უზუჰიკო გამოვიყენო. სრული სიმძლავრით. მას ერთი დარტყმით მოვკლავ. უზუჰიკო? ცენტრალური ძალის ენერგია თანხლებია პლანეტის ბრუნვისა და ორბიტის. მე ამას პლანეტის ჩაკრას ვუწოდებ, მაგრამ უზუჰიკო ეს არის ახალი რასენგანი, რომელიც ამ ენერგიას იყენებს. ამ ჯუცუს ერთ გასროლას შეუძლია მისი დამარცხება ისე, რომ არ მისცეს ბრჭყალის ნიშნებით გაქცევის საშუალება? ეს შესაძლებელია თუ კი უკან არ დავიხევ, რადგან უზუჰიკოს ძალა სრულიად უსაზღვროა. მაგრამ ჭირდება რომ პლანეტის ჩაკრა ორივე ფეხით მივიღო. იგი პირდაპირ დედამიწიდან მოემართება, ამიტომაც არ შემიძლია აფრენა. იმის გათვალისწინებით რომ მისი მოკლა ერთი დარტყმით მსურს, ეს საკმაოდ დიდხანს მომიწევს. ესე იგი დრო მოგიგო, ხო? მიღებულია. რასენ ბარიერი! ოსტატო კონოჰომარო! ეი, მე მგონი ჰიმავარის დაცვა დაგავალეთ. თავად გადავწყვეტ რა არის ჩემთვის უმჯობესი, გმადლობა. წუწუნის ნაცვლად ჯობს ჯუცუ მოამზადო. სარადა! ჩიდორის ნაკადი! ბორუტო, ჯერ კიდევ არა? სიმართლე რომ თქვა, ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, მაგრამ ან ახლა, ან არასდროს. რასენგანი უზუჰიკო! ჯანდაბა სულ ცოტათი მცირე გამოვიდა. არცაც წახვალ. კავაკი? ეი, გეტყობა რომ გტკივა. ნება დამთე ტანჯვა შეგიმსუბუქო. კავაკი! კარგი ნამუშევარია. ეს რა ჯანდაბა? აბა, დარწმუნებული ხართ რომ ესაა? ეს დავამტკიცე შეცდომა შეუძლებელია. იგი ისეთივეა, როგორიც მაშინ ვნახე. ეს ეკლისულის ბოლქვია. კარგია. შეჩერდი. ახსენი. ეს რა არის? მითხრეს რომ ეს ისაა, რაც ჩემი ოსტატის გადარჩენაში დამეხმარება, რომელიც ხედ გადაიქცა. ახლა კი გამიშვი კავაკი. თორემ ხელს მოგაჭრე. გითხრეს? ვისი პირით?
ვისი ინფორმაციაა ეს? ბორუტო! ეი, რა ჯანდაბა? დელტა, მომახსენე. სიცოცხლის უნარიანობა დაუკარგავს. სერიოზულად ასეთი მანძილიდან ზუსტად ისვრის? რაღაც რაც ჩემი ოსტატის გადარჩენაში დამეხმარება. სარადა! ეი, ეს ბოლქვი მიფრინავს! დასყევლოს! ბორუტო, მან უკვე ეკლესიის ბოლქვის შესახებაც იცის. იგი გაცილებით საშიშია, ვიდრე მე ველოდე. ძალიანაც კარგი. ხოლოდ კავაკით საკმარისი უნდა იყოს 20 წუკის საკვებად. 20 წუკი ბორუტო. გადავწყვიტე რომ სიკვდილი გესაჭიროება. გაგრძელება იქნება მე-12 თავის დასასრული გახმოვანებულია ჰინატაშოს და ბლიზარდის მიერ სპეციალურად ბლიზარდის არხისთვის. თქვენ კი მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს კონკრეტული ვიდეო, ოცლებად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხლაკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები, ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგეცნობათ გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. თქვენთან ერთად იყვნენ მეგობრებო ჰინატაშო და ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.